ვიწყებთ ჯგუფური ვარჯიშების ვიდეო გაკვეთილებს. ჯგუფური ვარჯიშები გვეხმარება ტაქტიკური განათლებაში და ასევე მოთამაშეების აზროვნების გაზრდაში. ვიწყებთ 2-1-ზე ვარჯიშებით. 2 თავდასხმაში, 1 დაცვაში. 2-1-ზე ვარჯიშები შეიძლება როგორც კუთხის მოთამაშის გამოყენებით, ისე მხოლოდ უკანახაზელებით. ამ შემთხვევაში ჩვენ ორივე ვარიანტი დავაყენეთ და აქ არის მთავარი, რომ მოთამაშემ ან გადმოიყვანოს თავისზე ცველი და თავისუფალ თავის პარტნიორს გადააწოდოს ბურთი იგივე აქაც, ან დააბნიოს ცველი და თვითონ შევიდეს და გაიტანოს გოლი. ეხლა ვაჩვენოთ ვარჯიში 2-1-ზე ხაზით, თავდასხმის უპირატესობით. ანუ თქვენ უტევთ ერთ მხარეს, თუ მცველი გადმოდის, ხაზს აწოდებთ, თუ არა და თქვენ თვითონ ასრულებთ შეტევას. ან მეორე მხარეს და იგივე. ბლოკის დაყენება არ გვინდა. ბიჭებმა გვაჩვენეს 2-1-ზე თავდასხმის უპირატესობით თუ როგორ უნდა ითამაშონ სხვადასხვა ვარიანტში. პირველი ვარიანტი იყო კუთხის და უკანა ხაზის მოთამაშე ეთამაშებოდა ერთ ცველს, მეორე ვარიანტი იყო 2 უკანა ხაზელი რო ეთამაშებოდა ერთ ცველს და მესამე ვარიანტი უკანა ხაზელი და ხაზის მოთამაშე რო ეთამაშებოდნენ ერთ ცველს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გვეხმარება მოთამაშეების აზროვნების განვითარებაში.